რუბრიკაში აფხაზეთის მომავალი წარმოგიდგენთ აფხაზეთის მთავრობის პროექტს, რომელიც აფხაზი და ქართველი ახალგაზრდობის დაახლოვებას შეუწყობს ხელს. კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული და ევროპული ასპექტები და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა აფხაზეთი. ასე ეწოდებოდა იმ პროექტებს, რომელიც 4-დან 11 ოქტომბრის ჩათვლით აფხაზეთის მთავრობისა და რომუალდო დელ ბიანკოს ფონდს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში იტალიის ქალაქ ფლორენციაში განხორციელდა. საერთო ყველანაირად უჭერს ხარს რომუალდო დელ ბიანკოს საქმიანობა საქართველოსთან მიმართებაში. ეს ფონდი აკეთებს უდიდეს საქმეს. ეს ფონდი აძლევს საშუალებას ქართველებს, აფხაზებს, სხვა ეროვნების წარმომადგენლებს, განსაკუთრებით იმათ, ვინც არიან კონფლიქტურ მდგომარეობაში, რომ ჩამოვიდნენ და აქ ევროპული ცივილიზაციის საკვანში შეხვდნენ ერთმანეთს და კიდევ ერთხელ მოიფიქრონ, ხომ არ ჯობია რომ ვიცხოვროთ ერთად. ხომ არ არის რაიმე ისეთი, რაც ჩვენ გვაერთიანებს და ის ხომ არ არის უფრო მეტი, რაც ჩვენ გვყავს. აი ამ ერთი კვირის განმავლობაში ჩვენ ყავდა 3 აფხაზი ახალგაზრდა და ქართველების და ამ აფხაზების და მეგობრებმა კიდევ ერთხელ გვანახავთ, ჩვენ შორის პრინციპში ჩატეხილი ხიდები არ არის საბოლოოდ განწირული, მათი აღდგენა შეიძლება საჭიროა შესაბამისი ძალისხმევა. ვიზიტის ფარგლებში ჩატარდა ინტერკულტურული სემინარები, გამოიფინა აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფოტოები, მოეწყო შეხვედრები ქართულ დიასპორასთან. მონაწილეთათვის საინტერესო ლექციები ჩატარდა ევროპის უნივერსიტეტში. რაც შეეხება სალექციო თემას, საუბარი შეეხებოდა ინტერკულტურულ დიალოგს, კულტურულ მემკვიდრეობას, ეროვნულ ბიოგრაფიებსა და ევროპულ ასპექტებს. პროექტის ფინალურ ნაწილში შერეულმა ჯგუფებმა წარმოადგინეს თავიანთი ნამუშევრები თემაზე, რა გვაერთიანებს, რა გვაშორებს. თითოეული გუნდის მიერ მომზადებული პრეზენტაცია იმდენად საინტერესო გამოვიდა, რომ ჟიურის გადაწყვეტილებით ყველამ პირველი ადგილი დაიკავა. დღეს ჩატარდა საბოლოო დახურვის კონფერენცია, სადაც წარმოადგენთ თემები თუ რა გვაშორებს და რა გვაახლოვებს ჩვენ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს ერთმანეთთან. მიმაჩნია, რომ კონფერენციამ ძალიან საინტერესო ჩაიარა, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ უფრო დიდი საშუალება მოგვეცა და უფრო დიდი არეალი მოგვეცა, რომ ერთმანეთს უკეთ დავახლოვებოდეთ. რა თქმა უნდა, შედეგმაც არ დააყოვნა და დღესდღეობით ჩვენ უკვე გვაქვს რეალური ბაზა იმისა, თუ რა პროექტებს განახორციელებთ მომავალში ერთად. ერთი კვირის განმავლობაში ჩვენ ვიყავით ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენის მომსწრეები, რაც მდგომარეობს შემდეგში. სტუდენტური ვორქშოპი, რომელიც განიხილავდა თემას, თუ როგორ შეიძლება მოვაგვაროთ კონფლიქტები მშვიდობიანი გზებით. ჩვენ ამ ვორქშოპის საშუალება მოგვეცა, რომ ქართველ, აფხაზ და უკრაინელ ახალგაზრდებს ერთმანეთთან ჰქონდა უშუალო კონტაქტი, უშუალო დავლაპარაკებოდით ერთმანეთს და გვესაუბრა იმაზე, თუ როგორ შეიძლება მშვიდობიანი გზებით მოგვარდეს ის კონფლიქტები, რომლებიც დაიწყო წარსულში და რომლებიც დღესაც გრძელდება. ეს არის კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯი იმისკენ, რომ მშვიდობიანად მოვაგვაროთ ყველაფერი და ისევ ერთიანი ქვეყნის ქვეშ ვიცხოვროთ. პროექტის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა იტალიის მედია საშუალებებშიც. შეხვედრის დეტალებს ვრცელი სტატიები მიუძღვნა იტალიურმა პრესამ, სადაც ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ კულტურული დიალოგი შედგა. დელეგაციას ხელმძღვანელობდნენ დობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მინისტრის პირველი მოადგილე ბელა კოპალიანი და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ადამ არშანია. პროექტის მხარდამჭერები კი იყვნენ დელ ბიანკოს ფონდი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს საელჩო იტალიაში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს პრეზიდენტის ფონდი და აფხაზეთის მთავრობა. ორივე პროექტმა წარმატებით ჩაიარა, ორივე პროექტმა მიიღო მსოფლიო საზოგადოების შეიძლება ითქვას ფართე მხარდაჭერა და მოწონება და შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან საინტერესო სამომავლო გეგმები გამოიკვეთა. საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც დღეს მართალია კონფლიქტები აქვს, მაგრამ საქართველოს ახალგაზრდობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ეს კონფლიქტები ინტერკულტურული დიალოგის ჭრილში გადაიტანოს. პრეზენტაციები, რომლებიც წარმოდგენილი იქნა
ამ ღონისძიებაზე დასკვნით ნაწილში შეიძლება ითქვას, რომ ეს შეიძლება გახდეს სამომავლოდ რეკომენდაცია იმ ქვეყნებისათვის, რომელთაც თავიანთ ქვეყნებში კონფლიქტური მდგომარეობა აქვთ.